ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი ბოლო რამდენიმე კვირაა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა საქართველოს საწვავის ფასები გაზარდა. 13 მარტის შემდეგ ფასები სხვადასხვა ტიპის საწვავზე დაახლოებით 10-დან 60 თეთრამდე გაიზარდა. საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ყოველდღიური არსებობისთვის სარგებლობს ავტომობილით. გარდა ამისა, საწვავის ფასის ზრდა აისახება პირველ რიგში სოფლის მეურნეობის პროდუქტზე და ასევე ჩვენს იმპორტ-დამოკიდებულ ქვეყანაში და ჩვენს რეალობაში მკვეთრად გაზრდის ინფლაციის რისკებს და დიდი ალბათობით და ფაქტიურად 99%-იანი სიზუსტით ფასი გაიზრდება აბსოლუტურად ყველა ტიპის პირველადი მოხმარების პროდუქტზე. საერთაშორისო ენერგო ბაზარზე კრიზისს ბევრი ქვეყანა პასუხობს ან აქციზის შემცირებით, ან დროებით ფასის ზედა ზღვრის დაწესებით საწვავზე. 8 მარტს მაგალითად სამხრეთ კორეამ მიიღო გადაწყვეტილება ფასის ზედა ზღვრის დაწესების შესახებ. ასეთივე დროებითი ზომები მიიღეს უნგრეთის და ხორვატიის მთავრობებმა ევროკავშირში. ამ გადაწყვეტილებით ბენზინის და დიზელის ფასი იქნება ფიქსირებულ ნიშნულზე შენარჩუნებული, მიუხედავად იმისა, თუ როგორ იცვლება ნავთობის ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე. ქართულმა ოცნებამ როგორც ყველაფერში აქაც რა თქმა უნდა ზომების მიღება ცალსახად დააგვიანა, მაგრამ აუცილებელია ამ ზომების მიღება. ბენზინსა და დიზელზე ფასების ზრდის შესაჩერებლად ან შესანელებლად აუცილებელია რომ მოვითხოვოთ დროებით საწვავის ფასის ზედა ზღვრის დაწესება ან აქციზის განახევრება აგრეთვე დროებით. ეს გადაწყვეტილება ბიუჯეტისათვის, საქართველოს ბიუჯეტისათვის ერთი თვის განმავლობაში, სადაც 560 მილიონი ლარის შემცირებას გამოიწვევს, რისი დაბალანსებაც ცალსახად შეიძლება განსაკუთრებულად იმ პირობებში, როდესაც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად წოდებული კაცი ამბობს, რომ ამ ქვეყნის ეკონომიკა არის ექსცედენტური და აქვს ძალიან დიდი პლუსი. შესაბამისად 50-60 მილიონი ლარის თვეში დაბალანსება სავსებით შესაძლებელია იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ მიიღონ საკუთარ თავზე ის წნეხი, რასაც გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდა გამოიწვევს. აქვე შეუძლია რომ შეამციროს კორუფციული მიდგომები, შეამციროს სუსის ბიუჯეტი, რომელიც პოლიტიკური პოლიციის გარდა სხვა ფუნქციას არ ასრულებს, შეამციროს ის ბიუროკრატია, რომელიც ჭარბად ემსახურება ამ ხალხს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. მოკლედ ბურთი ქართული ოცნების ხელშია, საქართველოს მოქალაქეებს უკვე 60 თეთრით გაიზარდათ 1 ლიტრი საწვავის საფასური და ხელისუფლებას ერთადერთი ფუნქცია აქვს, რომ იმოქმედოს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები დაიცვას აბსოლუტური გაღარიბებისგან, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს საწვავის ფასის ზრდამ, შესაბამისად ზრდამ ფასისა აბსოლუტურად ყველა პროდუქტზე.